ლოცვის შესახებ. ილოცეთ ღვთისადმი წადიერებით და სიყვარულით, სიწყნარეში, სიმშვიდით, სუბუქად, იძულების გარეშე. თავად უფალი გვასწავლის ლოცვას. ადამიანი ეძიებს სიხარულსა და ბედნიერებას ზეცაში. ეძიებს მარადიულ განშორებას ყველასგან და ყველაფრისგან. ეძიებს, რომ იპოვოს სიხარული ღმერთთან. ღმერთი საიდუმლოა, ის არის დუმილი, დაუსრულებელი, ის არის ყველაფერი. სულის ზეცისაკენ მისწრაფება მთელ სამყაროს აქვს. ყველა ითხოვს რაღაც ზეციურს. ღვთისკენ არის მიმართული ყველა არსება, თუნდაც გაუცნობიერებლად. გონება მუდამ ღვთისკენ გქონდეთ მიმართული. შეიყვარეთ ლოცვა, უფალთან საუბარი. ყველაზე აღმატებული არის სიყვარული, ტრფიალება უფლის. სიძე ქრისტეს მიმართ. გახდით ქრისტეს სიყვარულის ღირსნი. იმისათვის, რომ სიბნელეში არ იცხოვროთ, გადაწიეთ ლოცვის ჩამრთველი, რათა თქვენ სულში საღვთო ნათელი შემოვიდეს. თქვენი შინაგანი სამყაროს სიღრმეში ქრისტე გამოჩნდება. იქ სიღრმეში არის სასუფეველი ღვთისა. სასუფეველი ღვთისაი შორის თქვენსა არს. ლოცვა მხოლოდ სული წმინდით არის შესაძლებელი. ის ასწავლის სულს როგორ ილოცოს. რამე თუ რაიმცა იგი ვილოცეთ, ვითარ იგი ჯერ არს, არა ვიცით. არამედ თვით იგი სული მეოხარს ჩვენთვის სულთქმით ამით უსიტყველითა. არავითარი მცდელობა ჩვენი მხრიდან არ არის საჭირო. მივმართოთ ღმერთს მდაბალი მონის განწყობით, თხოვნითი და ვედრებითი ხმით. მაშინაა ჩვენი ლოცვა ღვთისათვის სათნო. დავდგეთ ღვთისმოშიშებით ჯვარცმლის წინაშე და ვთქვათ: უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. ამით ყველაფერია ნათქვამი. როდესაც გონება ლოცვისთვის აღიძვრება, წამის მე-1000-ში მოდის საღვთო მადლი. მაშინ ადამიანი ხდება მადლმოსილი და სხვა თვალით ხედავს ყველაფერს. ყველაზე მნიშვნელოვანია შევიყვაროთ ქრისტე, ლოცვა, სულიერი საკითხავი. ავიღოთ მილიონი და დავანაწევროთ. ადამიანის მცდელობა არის ერთი მე-მილიონედი. ლოცვამდე სული ლოცვით უნდა მოემზადოს. ლოცვა ლოცვისთვის. მოისმინეთ, რას ევედრება მღვდელი საიდუმლოდ, როდესაც წირვის დროს სამოციქულო იკითხება. გამოაბრწყინვე გულთაშინა ჩვენთა კაცთმოყვარეო მეუფეო, ღვთისმეცნიერებისა ნათელი მიუწვდომელი და გონებისა ჩვენისა თვალნი განახვენ განსდათ სახარებისა შენისა, ქადაგებათა. დაძდევ ჩვენზე და ნეტართა მათ მცნებათა შენთა შიში, რათა ყოველი ხორციელი გულის თქმაი დავსრგუნოთ და ყოველი სულიერი მოქალაქობაი მოიგოთ და ყოველსავე სათნოდ შენ დავზრახვიდეთ და ვიქმოდეთ. რამ თუ შენ ხარ განმანათლებელი სულთა და ხორცთა ჩვენთა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენ და დიდებას აღვავლენ თან დაუსაბამოით მამით შენი და ყოვლადწმინდით და სახიერი და ცხოველსყოფელი ცული შენი თურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ლოცვაში ჩვენ და გაუცნობიერებლად შევდივართ. საჭიროა რომ ვიყოთ შესაბამის გარემოშიც. ურთიერთობა ქრისტესთან, საუბარი მასთან, სულიერი საკითხავი, გალობა, კანდელი, საკმეველი. ეს ყველაფერი ქმნის შესაბამის გარემოს, რათა ყოველივე მარტივად მოხდეს. განმარტებულითა გულითა. საგალობლების გალობით, მსახურებების გულმოდგინე აღსრულებით, ისე რომ ვერც კი აღვიქვამთ ამას, ხდებით წმინდანები. ეს ღვთაებრივი სიტყვები გვანიჭებენ მხიარულებას. ეს მხიარულება, ეს სიხარული არის ჩვენი მცდელობა, ასე ვთქვათ, გახურება, რათა ადვილად შევიდეთ ლოცვის გარემოში. ასევე შეგვიძლია გონებაში წარმოვისახოთ ის თვალწარმტაცი ადგილები, რაც გვინახავს. ეს მცდელობა არის ფაქიზი, უმტკივნეულო. თუმცა ნუ დაგვავიწყდება ის, რაც უფალმა ბრძანა, თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიწყოფად. თავად უფალი გვასწავლის ლოცვას. ლოცვას ჩვენ თვითონ ვერ ვისწავლით, არც სხვას ძალუს ჩვენთვის ამის სწავლება. ნუ ვიტყვით, ამდენი მეტანიები გავაკეთე, ახლა მადლი უზრუნველყოფილი მაქვს. არავით ვითხოვოთ, რომ ჩვენში ღვთის შემეცნების ნათელი გამობრწყინდეს და აღვიხილოს სულიერი თვალები, რათა მის ღვთაებრივ სიტყვებს ჩავწვდეთ. ამ გზით ჩვენ და შეუცნობლად ვიყვარებთ ღმერთს, ყოველგვარი მცდელობის, დაძაბულობისა და ბრძოლის გარეშე. ის, რაც ადამიანებისთვის რთულია, ღვთისათვის ძალიან ადვილია. როდესაც ჩვენზე მადლი გადმოვა, უეცრად შევიყვარებთ ღმერთს. თუ ძლიერ შევიყვარებთ ქრისტეს, ლოცვა თავისთავად წარმოითქმება. ჩვენს გონებასა და გულში გამუდმებით ქრისტე იქნება. მაგრამ იმისათვის, რომ ეს მდგომარეობა შევინარჩუნოთ,
და არ დავკარგოთ. საჭიროა საღვთო ტრფიალება. საჭიროა ღვთაებრივი მგზნებარე სიყვარული ქრისტეს მიმართ. ჩვეულებრივ ტრფიალება მიმართულია სხვა აღმატებული პიროვნებისადმი. მოტრფიალეს, ანუ ღმერთს წადია სატრფო და სატრფოს სურს მივიდეს მოტრფიალესთან. მოტრფიალეს სატრფო საღვთო და სრულყოფილი სიყვარულით უყვარს. ღმერთი, რომელსაც უყვარს ადამიანი, არის უანგარო. ღვთის სიყვარული აღმატებულია, როდესაც მადლიერების სახით გამოიხატება. აუცილებელია, რომ გვიყვარდეს, არა როგორც მოვალეობა, არამედ როგორც ბუნებრივი მოთხოვნილება. ჩვენ ხშირად საჭიროების გამო მივდივართ ღმერთთან, რათა დავეყრდნოთ მას, რადგან არაფერი გვაკმაყოფილებს ჩვენს ირგვლივ და გვგრძნობთ მარტოობას. იმისათვის, რომ ჩვენში ქრისტე შემოვიდეს, გული სუფთა უნდა იყოს. საღვთო მადლი გვასწავლის ჩვენს მოვალეობას. მადლი რომ მოვიზიდოთ, საჭიროა სიყვარული, წადიერება. საღვთო მადლს საღვთო ტრფიალება სურს. სიყვარული საკმარისია საიმისოდ, რომ ლოცვისთვის შესაბამის მდგომარეობაში მოგვიყვანოს. ქრისტე თავად მოვა და დაივანებს ჩვენს სულში. თავარია, რომ იპოვოს გარკვეული წინაპირობები, რაც მისთვის სასიამოვნო იქნება. კეთილი განწყობა, სიმდაბლე და სიყვარული. ამის გარეშე შეუძლებელია ვთქვათ, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. მაგალითად, გვაქვს რადიო. როდესაც მიმღები მომართული გვაქვს ნიშნულზე 1, თქვათ, სადაც ყველაზე მეტი რადიო გადამცემებია. მაშინ კარგი მიღება აქვს. ნიშნულზე 2 არ არის იმდენი რადიო გადამცემები და ნაკლები მიღება აქვს. ნიშნულზე 3 კი საერთოდ არ აქვს მიღება. იგივე ხდება ღმერთთან ურთიერთობაშიც. როდესაც სული მომართულია 1-ზე, მაშინ კავშირი კარგად მყარდება. ეს რა თქმა უნდა დამოკიდებულია 2 ძირითად წინაპირობაზე, სიმდაბლესა და სიყვარულზე. ამ 2 წინაპირობით სული უკავშირდება ღმერთს, ისმენს მის ხმას, იძენს საღვთო მადლსა და ძალას, განიცდის ფერისცვალებას, სუბუქად და ძალდაუტანებლად მიახლება ღმერთს და მობიერება ეუფლება. როცა ნაკლები სიყვარული და სიმდაბლეა, ნიშანი 2. კავშირი ღმერთთან არც ისე კარგია. ხოლო როდესაც სული იმყოფება ნიშანზე 3, კავშირი საერთოდ წყდება, რადგან სული სავსეა ვნებებით, სიძულვილით, მტრობით და ვერ ახერხებს ზეახსვლას. იმისათვის, რომ ჩვენში ქრისტე შემოვიდეს, ვუხმობთ რა მას, უფალო იესო ქრისტე, გული უნდა იყოს სუფთა. არ უნდა ჰქონდეს არანაირი დაბრკოლება, უნდა იყოს თავისუფალი სიძულვილისაგან, ეგოიზმისგან, ბროტებისგან. უნდა გვიყვარდეს ღმერთი და მასაც ვუყვარდეთ. ხოლო თუ ჩვენში არის რაიმე უჯერო და სასჯელის ღირსი, მაინც არსებობს ერთი საიდუმლო. და ეს საიდუმლოა ვითხოვოთ შენდობა, ან ვაღიაროთ ეს მოძღვართან. მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ამისთვის საჭიროა სიმდაბლე. თუ კი გონს მოხვალ და ღვთისმცემებს დაიცავ, არ გაქვს სინდისის ქეჯნა, ხარ მშვიდად და აღასრულებ კეთილ საქმეებს, მაშინ შენ და შეუცნობლად მსუბუქად შედიხარ ლოცვაში. შემდეგ კი უბრალოდ ელოდები, სანამ მადლი მოვა. ყველაფერში რაც ხდება, საკუთარი თავი დაადანაშაულეთ, ილოცეთ სიმდაბლით, ნუ გაიმართლებთ თავს. მაგალითად ხედავთ მეტოქეობას და დაპირისპირებას სხვების მხრიდან. თქვენ სიყვარულით ილოცეთ, რომ დაპირისპირება სიყვარულით დააცხროთ. ცილისწამება გესმის თქვენს მიმართ, ილოცეთ. ყურადღებით იყავით, რადგან იდუმალი დრტვინვა არა დაეფარვის. მოყვასის წინააღმდეგ უმცირესი დრტვინვაც კი გავლენას ახდენს თქვენს სულზე და ლოცვას ვეღარ შეძლებთ. როდესაც სულეწმინდა სულს ასეთ მდგომარეობაში იპოვის, ვერ ბედავს მიახლებას. ვითხოვოთ ღვთისგან, რომ ჩვენს ცხოვრებაში მისი ნება აღსრულდეს. ჩვენს ლოცვებს არ ისმენს ღმერთი, რადგან არ ვართ ღირსნი. რომ ილოცო, ამის ღირსი უნდა გახდე. არ ვართ ღირსნი, რადგან არ გვიყვარს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი. ამას თავად ქრისტე ამბობს. უკვე თუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხევლოსა ზედა და მუნ მოგეხსენო შენ, ვით არმე ძმაი შენი გულძვი რაიმე არ შენთვის. დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხევლოსა მას და მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი. წადი ჯერ შენს მოყვას შეურიგდი და შენდობა ითხოვე, რომ ღირსი გახდე
თუ ამას არ გააკეთებ, ვერ ილოცებ. თუ არ ხარ ღირსი, არაფერი გამოგივა. როდესაც მოაგვარებ ყველა საკითხს, რაც გაწუხებს და მოემზადები, მაშინ წადი და შეწირე შენი ძღვენი. ღირსნი ხდებიან ისინი, ვისაც წადია და ესწრაფვის, რომ გახდეს ქრისტესი. ის, ვინც ღვთისნებას მიენდობა. ნუ გექნება პირადინება, ამას დიდი ფასი აქვს. ეს არის ყველაფერი. მონას არა აქვს საკუთარი ნება. პირადინების არქონა შეიძლება მიღწეულ იქნას ძალიან მარტივი გზით, ქრისტესადმი სიყვარულით და მისი ცნებების დაცვით. რომელს აქვმდეს მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყვარ მე. ხოლო რომელსა უყვარდე მე, საყვარელი იყოს მამისა ჩემისა მიერ და მეცა შევიყვარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი. საჭიროა ბრძოლა. ჩვენ ბრძოლა გვაქვს სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელი საამის საწუთოისათა. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ მყვირა ლომს. დაუშვებელია მრავალღონე ეშმაკის გამარჯვება ამ ბრძოლაში. ამისთვის საჭიროა ცრემლები, სინანული, ლოცვა, მოწყალება, თხოვნა, რომელსაც ახლავს ქრისტესადმი მინდობა და არა მცირედ მორწმუნეობა. მხოლოდ ქრისტეს შეუძლია ჩვენი გამოყვანა მარტოობის ბორკილებიდან. ლოცვა, სინანული და მოწყალება. თუ ფული არ გაქვთ, მიეცით თუნდაც ერთი ჭიქა წყალი. იცოდეთ, რომ რას უფრო განიწმინდებით, მით უფრო მეტად შეისმეს თქვენს ლოცვებს უფალი. ნუ დავატანთ ძალას ღმერთს ჩვენი ლოცვებით. ნუ მოვითხოვთ ღვთისაგან, რომ გაგვათავისუფლოს რაიმესგან, მაგალითად ნეულებისგან და ასე შემდეგ. ან მოგვიგვაროს ჩვენი პრობლემები, არამედ ვითხოვოთ ძალა და შეწევნა მისგან, რათა მათი დათმენა შევძლოთ. როგორც ის აკაკუნებს თავაზიანად ჩვენი სულის კარზე, ჩვენც ამგვარადვე ვითხოვოთ ის, რაც გვსურს. და თუ უფალი არ პასუხობს, შევწყვიტოთ ამის თხოვნა. როდესაც ღმერთი არ გვაძლევს რაიმეს, რასაც დაჟინებით ვითხოვთ, ამის მიზეზიც აქვს. ღმერთსაც აქვს თავისი საიდუმლოებები. ვინაიდან გვწამს მისი კეთილი განგების, ვინაიდან გვწამს, რომ მა ყოველივე იცის ჩვენი ცხოვრებიდან და ყოველთურთ სურს ჩვენი სიკეთე, რატომ არ უნდა ვენდოთ მას? ვილოცოთ თავისუფლად და უბრალოდ, ნებისა და იძულების გარეშე. ჩვენ ვიცით, რომ წარსულიც, აწყოს და მომავალიც ყველაფერი ცხადი და ნათელია ღვთის წინაშე. როგორც პავლე მოციქული ამბობს, არაი არს დაბადებული დაფარულ წინაშე მისა. არამედ ყოველივე შიშველ და ქედ დადრეკილ არს წინაშე თვალთა მისთა. ჩვენ არ უნდა დავიჟინოთ, იძულებას სიკეთის ნაცვლად ბოროტება მოაქვს. ნუ ვესწრაფვით იმის მოპოვებას, რაც გვსურს. არამედ ღვთისნებას მივანდოთ ეს, იმიტომ რომ რამდენადაც ვესწრაფვით რაღაცას, იმდენად შორს მიდის იგი ჩვენგან. ასე რომ მოთმინება, რწმენა და სიმშვიდეა საჭირო. თუ ჩვენ ეს გადაგვავიწყდება, უფალს არასდროს არ ავიწყდება. და თუ ჩვენთვის ეს სასარგებლოა, უფალი მოგვანიჭებს იმას, რაც საჭიროა და როცა საჭიროა. ჩვენს ლოცვებში მხოლოდ სულის ცხონება ვითხოვოთ. განა არ ბრძანა უფალმან, ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველს ღვთისასა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ. ქრისტეს ადვილად, ძალიან ადვილად შეუძლია მოგცეს რაც გვსურს. დააკვირდით საიდუმლოს არსს. საიდუმლო იმაშია, რომ გონებაში საერთოდ არ იქონიოთ რაიმე კონკრეტული სათხოვარი, არამედ უანგაროდ ითხოვოთ თქვენი ქრისტესთან შეერთება. ნუ ეტყვით, მომეცი ეს, ან და მომეცი ის. საკმარისია ვთქვათ, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. ღმერთს არ სჭირდება ინფორმირება ჩვენი სხვადასხვა საჭიროებების შესახებ. მან ჩვენზე გაცილებით უკეთ იცის ყველაფერი და გვანიჭებს თავის სიყვარულს. თავარია, რომ ჩვენც ვუპასუხოთ ამ სიყვარულს ლოცვითა და მისი მცნების დაცვით. ვითხოვოთ, რომ აღსრულდეს მისი ნება. ეს უფრო სასარგებლო და უსაფრთხოა ჩვენთვის და მათთვის, ვისთვისაც ვლოცულობთ. ქრისტე ყველაფერს უხვად მოგვანიჭებს. სადაც თუნდაც სულ მცირე ეგოიზმია, იქ არაფერი გამოდის. ღმერთთან უნდა მივიდეთ მარტონი, ციწრფოებითა და განმარტებულითა გულითა. როდესაც ქრისტესთან სრული ნდობა გვაკავშირებს, ბედნიერები ვართ, სიხარულს გრძნობთ. სამოთხისეულ სიხარულს გრძნობთ. ამაშია საიდუმლო. და მაშინ პავლე მოციქულთან ერთად ვღაღადებთ, რამე თუ ჩემდა ცხოვრება იქ ქრისტე არს და სიკვდილი შესაძინელი. და ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ,
არამედ ცხოველას ჩემთანა ქრისტე. ჰოი, რა საოცარი რამეა, ეს შეშლილობაა. და აი ყველაფერი უბრალოდ და ფაქიზად გაკეთდეს. ღმერთთან უნდა მივიდეთ მარტონი, სიწრფოებითა და განმარტებულითა გულითა. რას ამბობს სოლომონ ბრძენი? საჭიროა სიწრფოება. ზრახევდით უფლისათვის, სახიერებით და განმარტებულითა გულითა ეძიებით მას. რამ თუ ეპოვების მათ, რომელი არა გამოსდიან მას, და გამოუждების მათ, რომელი არა ორწმუნო არიან მისა მიმართ. სიწრფოება არის წმინდა სიმდაბლე, ანუ სრული ნდობა ქრისტესადმი. და ამ მთელი ჩვენი ცხოვრება ქრისტეს მიუძღვნათ. საღვთო ლიტურგიაზე ვამბობთ, ყოველი ცხოვრებაი ჩვენი, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევედროთ და სხვაგან, შენ შეგვედრებთ ყოველსა ცხოვრებასა ჩვენსა და სასოებასა, ვეუფეო კაცმოყვარეო და გხადით შენ და გევედრებით და შეგივრდებით. დიდი ხნის წინ ერთი მეუფე იყო მოსული სასაუბროდ. საუბრობდით ლოცვის შესახებ, ვეუბნები, რას ნიშნავს ვილოცოთ სიწრფოებითა და განმარტებულითა გულითა? უბრალოებით, მიპასუხა მან. გესმით ამის არსი მეუფეო? დიახ, მესმის. მე კი ვერ ვიგებ, ეს საიდუმლოა, ეს მხოლოდ ღვთისმადლით ხდება. არც მე მესმის. მადლობელი ვარ, რომ მითხარი, რომ მხოლოდ ღვთისმადლით აღიქმება და მიიღწევა სიწრფოება. ასე იღვაწეთ სულიერ ცხოვრებაში, უბრალოდ, ფაქიზად, ძალადობის გარეშე. უბრალოება და სიფაქიზე არის სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი წმინდა და აღმატებული გზა, მაგრამ შეუძლებელია ამის ზეპირად სწავლა. საიდუმლოდ უნდა შემოვიდეს შენში, რომ შენმა სულმა ღვთისმადლით შეითვისოს ეს ხერხი. თუმცა, ხშირად როცა ამ ხერხის გამოყენებას ვაპირებთ, ჩვენი წინააღმდგომი, ანუ ეშმაკი ხვდება ამას და ხელს გვიშლის. უნდა განახორციელოთ, ნუ ცნობთ მარცხენა შენი, რათა იქ მოდის მარჯვენა შენი. როდესაც ესწრაფვი ამას, როდესაც აიძულებ ღმერთს, ის არ მოდის. მოვა დღესა, რომელსა არა მოელოდე და ჟამსა, რომელი არა იცი. აქ ერთი საიდუმლოა. არ შემიძლია ამის ახსნა, როგორც ეს პატმოსზე გადამხდა. როდესაც კარგავთ საღვთო მადლს, ნურაფერს ნუ მოიმოქმედებთ. გააგრძელეთ თქვენი ცხოვრება და თქვენი ღვაწლი მარტივად და მსუბუქად, სანამ ყოველგვარი მღელვარების გარეშე ისე მოვა ქრისტესადმი სიყვარული, ტრფიალება და წადიერება. და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება, მაშინ მადლი აღგავსებთ და გექნებათ სიხარული. საიდუმლო რამ არის მსახურებებიც. დაეშურეთ მსახურებებს და საიდუმლოდ მოგიხილავთ საღვთო მადლი. სულიერი ცხოვრების გასაღები ლოცვაა. ხელაპყრობით ილოცეთ ღვთისადმი, ეს წმინდანების საიდუმლოა. როგორც კი ლოცვისას ხელებს აღაყრობდნენ, მათზე საღვთო მადლი გადმოდიოდა. ეკლესიის მამები ყველაზე ნაყოფიერ ლოცვად იესოს ლოცვას მიიჩნევენ. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. სულიერი ცხოვრების გასაღები ლოცვაა. არავის ძალუც სხვისთვის ლოცვის სწავლება, არც წიგნებს, არც მოძღვარს, არც არავის. ერთადერთი მასწავლებელი ღვთისმადლია. თუ კი მე გეტყვით, რომ თაფლი არის ტკბილი, თხევადი, ასეთი და ასეთი. თუ არ გასინჯავთ, ამას ვერ გაიგებთ. ასევეა ლოცვაც. რომ გითხრათ, ლოცვა არის ასეთი, გრძნობა ამას და ასე შემდეგ, ვერ გაიგებთ და ვერც ილოცებთ, გარნა სულითა წმინდითა. მხოლოდ სული წმინდას, მხოლოდ ღვთისმადლს შეუძლია ლოცვის შთაგონება. არ არის ძნელი, რომ ილოცოთ. თუმცა არ ძალგიც მართებულად ილოცოთ, რადგან თქვენი ძველი კაცი წიხლებს იქნევს. თუ მადლის გარემოში არ შეხვალთ, ვერ შეძლებთ ლოცვას. როდესაც შეურაცხყოფას გაყენებენ, დამწუხრებული ხართ და როდესაც კარგ სიტყვას გეტყვიან, გიხარიათ და გაბრწყინებული ხართ. ეს ნიშნავს, რომ არ ხართ მზად, არ გაქვთ სათანადო წინაპირობები. იმისათვის, რომ საღვთო მადლი მოვიდეს, შესაბამისი წინაპირობები უნდა მოიპოვოთ, სიყვარული და სიმდაბლე. სხვაგვარად წინააღმდეგობა წარმოიშვება. ასეთი სულიერი განწყობა რომ გქონდეთ, მორჩილებიდან უნდა დაიწყოთ. ჯერ მორჩილებას უნდა მიეცეთ, რათა სიმდაბლე მოვიდეს. ღმერთი ხედავს რა სიმდაბლეს, აგზავნის მადლს და შემდეგ თავისთავად ძალდაუტანებლად მოდის ლოცვა.
თუ მორჩილებას არ გამოიჩენთ და სიმდაბლე არ გექნებათ, ლოცვა არ მოვა. და გარდა ამისა, არსებობს დომილების საშიშროებაც. გაემზადეთ ლოცვისათვის ნელ-ნელა, სუბუქად და ილოცეთ გონებით. რაც გონებაშია, ისაა გულშიც.